მოგესალმებით, ბათუმში მოქალაქეები დღესაც შეიკრიბენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, როგორც იცით, მოთხოვნები იგივეა, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. როგორც იცით, ასევე სინდისის პატიმრების პროცესები გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რამდენიმე მათგანს მიუსაჯა უკვე სასამართლომ, ძირითადად 4 წელი და 6 თვე და რამდენიმე სინდისის პატიმრის პროცესი ჩანიშნულია. პარალელურად მიმდინარეობს მათი მხარდამჭერი აქციები თბილისში და ამის პარალელურად თბილისში ყოველ დღე, ყოველ საღამოს გამოდის მოსახლეობა რუსთაველზე და იქ აპროტესტებენ მიმდინარე პროცესებს საქართველოში. ბოლო დროს სინდისის პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ასევე ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნასთან ერთად აქტუალურია ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი. ამ თემას აქტიურად ეხმაურებიან არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებიც ასე ვთქვათ, პირდაპირ კავშირში არიან ვიზა ლიბერალიზაციასთან, ისინი პერიოდულად ჩადიან სამუშაოდ ევროპის ქვეყნებში, ასევე ისინი, რომელთა შვილებიც სწავლობენ ევროპაში, თვითონ ემიგრანტებსაც აქვთ ძალიან მწვავე რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ბათუმელებმა გამოაქვეყნა არაერთი ინტერვიუ ემიგრანტებთან, სადაც ისინი არაერთ საკითხზე საუბრობენ, არაერთ გამოწვევაზე, რაც შეიძლება დადგეს მათთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შემდეგ. ამ ინტერვიუებს თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ბათუმელები ჯიზე. მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები დაკავებულები არიან წულკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. როგორც იცით, წულკიანის კომისია სწავლობს 2008 წლის მოვლენებს, წინა ხელისუფლების პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და კითხვებით იბარებს იმ პირებს, რომლებიც ასე თუ ისე იყვნენ კავშირში იმ მოვლენებთან, ან არც იყვნენ კავშირში, თუმცა კომისია თავისი შეხედულებისამებრ იბარებს კონკრეტულ პირებს დასაკითხად. ამ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკავებულია ოპოზიციური პარტიის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის არის ზურაგირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია. დაკავებულები არიან ასევე ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და მათ სასამართლომ ხშირ შემთხვევაში 8 თვე 1 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა წულკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. ამ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებოდნენ პროცესების მსვლელობისას, მათი ამ პირების დაბარების შემდეგაც და აცხადებენ, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობა არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა გვაქვს შედეგი, რაც გვაქვს, ეს პირები იმყოფებიან პატიმრობაში. მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ ცოტა ხნის წინ დააყადაღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები და აქ ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები გუშინ აქციაზეც, მათ შორის ბათუმში, რომ ამით ფაქტობრივად ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის არაფერს არ გააკეთებს იმისთვის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში არ დადგეს საქართველოსთვის და ეს ერთ-ერთი ნაბიჯი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღება. აჩვენა ამან ძალიან კარგად, რომ ოცნების ხელისუფლება არ აპირებს არანაირი ნაბიჯის გადადგმას და არ აპირებს უკან დახევას. შეგახსენებთ ასევე, რომ კომისიაზე იყო დაბარებული გახარია, როდესაც ის წავიდა უცხოეთში, როგორც გვიხსნიდა პარტია გახარია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა მას უცხოეთში და ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ის გერმანიაში რჩება, მან ბინადრობის მოწმობაც ბინადრობის საკითხი გაიარა და ამასთან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ
ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა ხანგრძლივად ევროპაში დარჩენისთვის, რადგან მას აქვს მნიშვნელოვანი შეხვედრები და ეს არის მისი საქმიანობის ნაწილი, შეიძლება ასე ითქვას. პარალელურად ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ატარებს კამპანიას სინათლე არ უნდა ჩაქრეს, რაც გულისხმობს მედიის მხარდაჭერას, მას შემდეგ რაც რუსული კანონი და ეგრეთ წოდებული ფარა დაამტკიცა ოცნების პარლამენტმა, მედია ორგანიზაციებს საქართველოში აქვთ დიდი გამოწვევები, როგორც იცით, ბევრი მათგანი დაჯარიმებულიც არის, აი მაგალითად ბათუმელების ანგარიშს ყადაღადაადოს საგადასახადო შემოსავლების სამსახურმა და ამ დრომდე ბათუმელების ანგარიშს ინკასო ადევს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ საგადასახადომ შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ თუ მიმართავდა ბათუმელები გადაანაწილებდა ამ თანხას. შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ 47,000 ლარი დავალიანების ძირი თანხა ბათუმელებს მკითხველმა შეუგროვა და ეს თანხა არის გადახდილი. შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ ტელეკომპანია იმედს და რუსთავიორს მილიონობით დავალიანება აქვს, თუმცა მათი ანგარიშისთვის ინკასო არ დაუდიათ. ასევე მიუხედავად იმისა, რომ გავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს სთავაზობდნენ ბათუმელებს ამ საკითხის მოგვარებას, გადანაწილებას, თუმცა ანგარიშს დღემდე ინკასო ადევს. შეგახსენებთ ასევე იმას, რომ აქციაზე მოვალეობის შესრულების დროს დააჯარიმეს ჟურნალისტები და მათ ბრალად სდებდნენ გზის გადაკეტვას. მაგალითად, მარიამ ნიკურაძე, ერთ-ერთი ჟურნალისტი, დააჯარიმეს 20-ჯერ 5,000 ლარით, დააჯარიმეს 20-ჯერ, მაშინ როცა ის ასრულებდა მოვალეობას, აქციაზე იმყოფებოდა სპეციალური ტექნიკით, ფოტოაპარატებით, შტატივებით და ასე შემდეგ და ის ჩვეულებრივად მუშაობდა იმისთვის, რომ გაეშუქებინა საპროტესტო აქცია მსვლელობა. არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღების პარალელურად ტელეკომპანია იმედმა გავრცელა შესყიდვის დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეისყიდეს რამდენიმე აიწინაღიდა რესპირატორი. ფაქტობრივად აქციის მსვლელობის პერიოდში ბევრმა ორგანიზაციამ შეისყიდა აიწინაღიდა რესპირატორი, იმიტომ რომ მაშინ როცა ადგილი ჰქონდა დარბევებს, გაზის გაშვებას, გაურკვეველი ნივთიერების გამოყენებას აქციაზე პოლიციის მხრიდან, ფაქტობრივად მუშაობა თუნდაც ჟურნალისტისთვის შეუძლებელი იყო სპეციალური აღჭურვილობის გარეშე და იმისთვის, რომ თავი დაეცვათ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ თავისი საჭიროებისთვის შეისყიდა მსგავსი ნივთები, პირბადეები, აიწინაღები და ასე შემდეგ. თუმცა არ ვიცით, რატომ არის ეს დანაშაული ან კომპრომატი რომელიმე ორგანიზაციის წინააღმდეგ. როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია ბათუმში გრძელდება, საკონსტიტუციო სასამართლოსთან არიან ისევ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი. ნაწილი პერიოდულად იკრიბება აჭარის მთავრობის სახლთან, აქ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მეორე მხარეს არის აჭარის მთავრობის სახლი. შეგახსენებთ, რომ ეს აქციები დაიწყო გასული წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველო გააჩერებდა მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მოქალაქეები გასაპროტესტებლად გამოვიდნენ როგორც ბათუმში და მას შემდეგ უწყვეტად 277 დღეა, რაც მიმდინარეობს საპროტესტო აქციები აქ და ასევე საქართველოს ყველა ქალაქში იმართება საპროტესტო აქციები.
პერიოდულად აქციების სხვადასხვა ფორმას მიმართავდნენ, აქ მოქალაქეები იყო როგორც აქცია მსვლელობები, მარშები, პროფესიული მარშები მათ შორის. რამდენიმე აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესით დაკავებულიც იყო, მაშინ როცა პოლიცია არ აძლევდა მათ სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას, იყო გარკვეული დაპირისპირებები პოლიციასთან, რის შემდეგაც არა მხოლოდ ადმინისტრაციული დაჯარიმებები, არამედ ადმინისტრაციული პატიმრობაც კი მოიხადა რამდენიმე მათგანმა. მე ახლა შევეცდები, რომ აქციის მონაწილეებსაც გავესაუბრო, როგორია დღეს მათი განწყობა, როგორია მათი გეგმები. ამის შესახებ გავიგოთ ისევ აქციის მონაწილეებისგან. თემურ, ბათუმელების ლაივში მინდა გთხოვო, რომ ჩაგვერთო. როგორ ფიქრობ, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორც ვიცით, მას შემდეგ რაც მწვავედ დადგა საკითხი, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეიძლება შეუჩერდეს საქართველოს, ახალი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან ის იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუყადაღეს ანგარიშები და უფრო მწვავე არის მათი ნაბიჯები. როგორ ფიქრობ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა ბედიელით სინდისის პატიმრებს და ასე შემდეგ. რა უნდა მოხდეს? გავხედავთ ჩვენ ძინას ქმედებებს განსაკუთრებით ალბათ 2020-ის ჩაკვდა იმის საკეთ. ძალიან ლოგიკურად იქცევა ეგ ადამიანი ყველა დასავლეთიდან, ამერიკაიდან, ევროკავშირიდან სხვა რაღაც ცივებანა წესიერ ნორმალურ ქმედებაზე მოწოდებისას იცი იქცევა საპირისპირო და სულ რაღაცა ნაგლურად მოდიშავს. საწინააღმდეგო ქმედებები არის. ეგეთი ქმედება იყო ეხლა და მე არ ვიქნები რაღაცა კლასიკური სხვა პოლიტიკის მაგვარი და კი ჩვენ არ გვეკუთვნის ვიზიტ მოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მე აქ ყოფილი პროტესტანტი ხალხი და უამრავი სხვა ადამიანები გამონაკლისებია ბუნებრივია და იმსახურებს ეს ხალხი, მე ვფიქრობ, რომ ერი, რომელსაც პუტინის მონა აზის თავზე წამოწევია, ისეთი არ იმსახურებს. იქ შეიძლება ვიღაცები ბრძოლობს, ვიღაცები ციხეშია, ვიღაცები წვალობს, ვიღაცები ცხოვრება შევარდიეთ, მაგრამ ნუ რა ვიცი, არ არის ეს იმ რაოდენობის ხალხი და ეს არ არის იმ დონის მონდონება, რომ საკმარისი იყოს, რომ ჩვენ რუსები, რომლის თავზე გვაზიან, ეხლა უკვე თან არ ალეგიტიმურად ეს ხალხი მოვიცი. ჩვენ თუ გვინდა, რომ ცივილური სამყაროს ნაწილი გავხდეთ, უნდა მოვინდომოთ, იმიტომ რომ წლებია მაგალითად თურქეთს კავშირთან ლაპარაკობენ, არც ვიზა აქვს და არც წევრია. რავი, არც ჩეჩნეთს არ მიიღებს ევროკავშირში, არც ბელარუსს არ მიიღებს ევროკავშირში, არც აზერბაიჯანს არ მიიღებს ევროკავშირში და ნუ ესეთ გავს ქვეყნებს არ ეკუთვნით. ამიტომაც არის რომ ჩვენც არ ვიკუთვნის და ეს იქნება თუ ხვალ აუცილებლად გამოვიყვნენ ბუნებრივად ისინი ეს პროცესი. ოღონდ ჩვენ თუ გვინდა რომ რაღაცა ვიყოთ ცივილური სამყაროს ნაწილი, ხო, ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ეს მის ერთადერთი რამ არის ძალის ენა. ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრი ადამიანი და ძალაში უნდა მოვუყოთ ამ ხალხს. მე 2021 წლიდან ვიძახდი ამას, შორის მაშინში პარტიაშიც ვიჭირდებოდნენ. ხო, ჩვენაც უნდა გავაკეთოთ თავისის, რომ რუსული ნაგავი, რომელიც სამთავრობო შეერთებაში გამოდებული, უნდა გადმოვყაროთ და გავიტანოთ სანაგვეცი. ამას ვიზამთ, ჩვენ ძალიან სწრაფად გავხდებით ცივილური სამყაროს ნაწილი და მინიმუმ არ დავკარგავთ ვიზო მიმოსვლას, რაც ისედაც მონაპოვარია. არ ვიზამთ, ბევრად დავკარგავთ და საბოლოო ჯამში ეს პროცესი მივა იქამდე, რომ ჩვენ აი ხელში რო მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები გვიჭირავს, ერთ დღესაც ეგეც გახდება ნაგავი, იმიტომ რომ ჩაგუცნიან მაგ სამყაროდან თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ სამყაროს ნაწილი, არ უნდა ვიყოთ ისეთები, როგორიც ვართ. როგორ განვითარდება მოვლენები, ერთი რაც ვიცი, გაუქმდება, მეორე რაც ვიცი, ნუ რა ვიცი, ჩვენ რაც მე ვიქნებით და რაც მან მოიჩვენა რუსებს, ვით სწრაფად გამოვლენ სინდისის პატიმრებიც ციხიდან. სხვა შემთხვევაში მე არ
ჯერა იმის რომ ბიზნეს რაღაცა ხვალ რაიმე სავაჭრო ეგ ეტაპი გადააყენე აქ წინა სხვა პერიოდებში რაღაცებზე ვაჭრობდა ეგრე გამოუცხო პოლიტიკოსებიც მაშინ ელიას ნაციზე ივაჭრეს რუას ნაციზე ივაჭრეს და ეგეც გადააყენე კი რაღაცა ვწოდე ამიტომ არ მგერა მე რაღაცა სავაჭრო გამოუშვეს ბიზნეს აღარ გამოუშვეს ეს არის ჩვენები ომი და ეს ომი უნდა მოიგო იმ ხერხით რა ხერხითაც გეომებიან ანუ არ შეიძლება შენ დაგერა იძახო რომ მეცევა პოლიცია რაღაცა დავაკავა არა როდესაც მოდის ადამიანი და რაღაცა ნაგლურად ძალით გეომება შენც უნდა მოუყო ძალაში მერჯერა რომ ჩვენ გვერდები ვართ მაგნაციაში ყველა ფლოვარი რაც ჩატარებულა საქართველოში 72-80% ისას დასავლეთის სურს ეს ხალხი კაკების პროპაგანდის გამო არიან დაყოფილი ვიღაცას ისარმოწონს, ვიღაცას ისარმოწონს, ვიღაცას ისარმოდა, თქო მართლაც ის წარსულის გამო და ასე უამრავი რაღაც არსებობს, რომლის გამოც ადამიანები დაყვეს და ამას ძალიან კარგად მოხდა პროპაგანდა, რა ვიცი, შეიძლება ვამბობ ამას, რომ გამოვა ყობახიძე თბილისში გრიფიძე და deep state სიტყვის, ხოლოდან ამ წამშობით იმ წუთში, სადღაც 10 წუთში ხოლოს რაიონის სუპერ ორგანიზაციებში ბირჟაზეც 20 დიქტეიც იძახის და ამას იძახის რაღაცა იმედი პოსტული უსტავიური ლეგიარქის აზმავა მაგრამ ზუსტად მაგაზე მინდა გკითხო თემურ აი მაგალითად ახსენე რომ ხულოში რო ბირჟაზე გამოვიყენებ იგივე ტერმინს ადამიანი ისიც იგივე ტერმინებით ლაპარაკობს მაგრამ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება მასაც ხომ შეეხება ყველას ხო ყავს ახლობელი რომელსაც სასიცოცხლო ჭირდება ევროპაში მიიღოს სერვისი თუ თქვათ მან აქ ვერ მიიღო იმისთვის რომ ჩვეულებრივად იცოცხლოს მოდი პირდაპირ თქვათ არ დაფიქრდებიან ადამიანები ამაზე რადგან თავიდანვანებოთ სამუშაოს, სწავლას და ასე შემდეგ. როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპაში მიიღო სერვისი. მან სამწუხაროდ ის არის, რომ არ დაფიქრებიან, იმიტომ რომ შენ გესმის. განათლებული ხარ, ცხოვრება გინახავს, სამყაროს ხულოში ბირჟაზე ეგ არის. ხულოში ბიზნესზე ეს. არა, როცა შენ სახლობელს დასჭირდება, რომ მაგალითად საფრანგეთში იმკურნალოს ხვანაირად ვერ გადარჩება, როგორ არ ესმის, ეს ყველას ესმის. ყობახიძე თქვა, რომ ჩვენ ხომდნენ რომ კაცი და გაათხოვა და მაშინ მოხსენ ფიზას. ეს ის და იმას ჯერა, რომ ევროპა იმას ხობს, რომ კაცი გათხოვება უნდა და მაგიტომ არ გვაძლევს ფიზას იმას კი არა, რომ ევროკავშირი ჩვენ ნორმალურ სასამართლოს ხობს, ევროკავშირი ხობს რაღაცა ველურებით ამოხ და მას არის. მაგას ბირჟაზე რაც ისმის, არის რომ ყობახიძე თქვა, რომ კაცი გაათხოვებს, მაშინ ვერ მოხდება ევროკავშირი. ეგ ესმის და მე რეალურად და ამ არ მინდა მე ჩემი შვილი რომ რაღაცა კაცი ჩემი ბიჭი რომ მეზობლის ბიჭი და კონცინეს ეს არ მინდა და არა უშავს თუ არ მინდა ესე მუშაობს ხალხ სამყარო იმიტომ რომ ჩვენ აქეთ არის ვინცავარ ანტირუსული პაბლიკ რაც ქვია მედიაც დაყოფილია რა ვიცი ტელევიზიის ფონდ არ მოწონს ტელევიზია არ მოწონს რაღაცა ხალხის დაყოფილია ვიღაცას ხამეიშვილი არ მოწონს ვიღაცას თემურა გოგაძე არ მოწონს ვიღაცას ვაჟაფანიძე არ მოწონს ვიღაცას ხაზარაძე და ყველას ვარ საკუთარი ეგოებით მოძრაობ და ყველას რაღაცა მე ყველაზე მაგარი ვარ ვამტკიცებ თამას ყოველთვის ესე იყო სამწუხაროდ მაგრამ არასოდეს არ ქონდა ჩვენ ერთი ბრენდი და არასოდეს არ ვიყავით აი მაგის კაფეო მაგალითად არის რუსული კამო დაგვიდით როდესაც ჩვენ ყველა ერთიანი NGO, მედია, არასამთავრობო პარტიები, პოლიტიკოსები, არაპარტიული იყო ანტირუსული ხალხი. ერთ ფლანგზე ვიდექით და ყველა ერთ და იმავეს ვიზახით რუსული კანონი, ოცნებაშიც კი დამკვიდრდა ტერმინი რუსული კანონი და ხშირად არის ხოლმე რომ მათაც კი ეშვა. იმიტომ რომ ჩვენ მაგათ ეგ პიარი მოუგებს. მათ შორის ტელევიზიებით, მედიებით, რაღაცა ხალხით, საზოგადოებით და მოუგებს. და მაგიტომაც მოუწიდნენ ორჯერ უკან დახევა, იმიტომ რომ წააგეს ბრძოლა და საბოლოო ჯამში მივიდნენ იქამდე რომ ძალაზე გადავიდნენ, მაგრამ მესაც რო გახვიდი ახლა ქუჩაში ფარას კანონი არავინ არ იცის, ბევრი რიგითმა ფოცებულაც კი იციან რუსული კანონი. რატომ? იმიტომ ჩვენ ეგ პიარი მოუგებს. სხვა ყველა პიარი, სხვა ყველაფერი წავაგეთ მაგისგან. მაგ ერთ ნაწილში ვიყავით ერთიანი. იმიტომ რომ მან რაღაც საკითხი ისე დადგა რომ არავის ეგო არ ილახებოდა და ყველას რაღაც ეგო დაკმაყოფილებული იყო მაგ არავინ არ ამტკიცებდა და მე უფრო მაგარი ვარ სხვას
ჩვენ ეგ გვაქვს პრობლემა სამწუხაროდ, რომ ყველა ეს რაღაც პოლიტიკური პარტიები ამტკიცებენ, აი მე უფრო ჭკვარი ვარ, რაღაცა გიორგი ვაშაძე და ეს ეგოები ვერ გადაილახა. და აზიანებს პროტესტს, ხო, ამას ამბობ. თემურ, რა მინდა გკითხო, აქცენტირებ ერთიანობაზე და საუბარი არის იმაზე, რომ არ ექნება მნიშვნელობა პარტიას, შეხედულებებს და ასე შემდეგ. 4 ოქტომბერს საზოგადოებამ, რომელიც არის პროტესტში, ერთად უნდა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვირჩევთ იმას, რასაც არ ვირჩევთ. როგორ ფიქრობ, მართლა მოახერხებს ამ დღეს დაძლევს ამ რაღაცეებს, იმ პრობლემებს, რაზეც საუბრობდი? უბრალოდ მითხრა, იმიტომ რომ მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც არა პრაგმატიკული, ოღონდ მე უყურებ ას. შეიძლება არის ხოლმე ჩვენი, ანუ აი რუიანად წოდებული გაერთიანება რო არის, მათ შესული სუბიექტებისგანაც მისმის, აი თქვა რომ მოხდა რევოლუცია, ეს გამოიწვევს მიზნს. არა, მე სხვა რამეზე ვსაუბრობ. რომ ვთქვათ საზოგადოებამ, რომელიც არის პროტესტში, აჩვენოს ერთად, რომ ჩვენ ბევრნი ვართ პროტესტში. შეიძლება სხვადასხვა შეხედულება გვაქვს, შეიძლება ერთმანეთი არ მოგწონს, მაგრამ 4-ში უნდა აჩვენონ, რომ რამდენი ვართ პროტესტში და ამ არჩევნებს უცხადებთ ბოიკოტს. მე მჯერა რომ ბევრი ვიქნებით, იმიტომ რომ პროტესტში ვინც ვართ, ეს ჩვენებია, რომ ჩვენ რაოდენობაში ვერ ვართ ძალიან ბევრი. მათ შორის მე პირველად რაღაცა გული ამიჩნდა პირველად საპროტესტო აქციის კონვენციაში სადაც ვაწელია რომ რაღაცა საჯარო მაგრამ თბილისში ევროპის დღეები მე მგონი საპროტესტო აქციაზე ჩავედი ფიზიკურად ვერ მივედი იქამდე იმედი გასულიყო და ანუ სადაც მე ვცხოვრობდი საქმიდან გამოვედი უკვე აქციაზე ვიდეო. ის ხალხი ხო ამ ქვეყანაში ცხოვრობს ისე? აქციაზე და ეს აქცია იყო, რა ვიცი, თბილისის ორივე სანაპიროზე იყო ხალხი, სამივე ხიდზე იყო ხალხი და მართლა ეზოში აქციაზე ვიდექი, ჩვენ მეგობრები ფიზიკურად ვერ მივხვდით. ჩვენ ბებია. ზუსტად ვიცი რომ ბებია. უბრალოდ აი ის რაც უკვე ზემოთ ახსენებს არ გავაგზავნებ, ეს გვიშლის ხელს. ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს, არა ვართ ჩვენ ევროპული საზოგადოება და იდეების ნაწილი. რა ვიცი, გადი ახლა ნებისმიერ ამჩეულს კითხე და ვთქვი რა ვიცი, ლიბერალური პოლიტიკა მოწონს თუ ცენტრისტული თუ მემარჯვენე თუ მემარცხენე. ხალხი ეგრე არ უყურებს, ხალხი უყურებს მიშა სამყურანაში ბევრი ყავს ერთი რა 200.000 მაინც. იმიტომ რომ მიშა და ლიდერად უყურებს ხალხი უყურებს ლიდერს. რაღაცა ერთ დიდ ყავს და იმ დიდობის ნაწილად არის თავი სულ ბოდიში ამ სპეციალს ფეხზე კიდია იმას რაღაცა რა ვიცი გამოხატვის თავისუფლება ნუ რა არის ანუ რიგით მოქალაქისთვის გამოხატვის თავისუფლება არის ორი ერთად შეწყული უაზრო ტერმინი არის ის გამოხატვის თავისუფლება და რიგით მოქალაქე მიცის რომ არ უნდა რუსეთი და რა უყურებს ამ ამბავს რომ მას რუსეთი არ უნდა, მაგრამ აქეთ ვიღაც ხალხი არიან, რომლებიც იძახიან, რომ თან რუსეთი არ უნდა, მაგრამ თან საკრებულოში სკამები უნდათ, თან რუსეთი არ უნდათ, მაგრამ რაღაცა, რა ვიცი მე, ვინმე თუ დააკრიტიკა, ეგრევე ბავშვების იმაზე გადადის, თან რუსეთი არ უნდათ, მაგრამ რაღაც თავისი ეგოები აქვს, რა ვიცი, ჩემპატიაზის რაღაცა თქვა, რა უყურებს სასაცილო ეჩვენება, რომ ანუ ადამიანო თუ ომი გესმის, რომ ომში ხარ, შეიძლება მოყავს ეს მაგალითი, რომ უკრაინის ჯარში ესწრებენ ადამიანები, რომელსაც ძალიან დიდი ავტობი და არ მოწონთ ზელენსკი, მაგრამ იქ ხო არავინ ერთმანეთს არ ეჩხუბება და არ იძახის რომ იცი რა, შენ რაღაცა იმის პარტია ხარ, ყველას თოფი უჭირავს, ყველა გარს და ყველა ომებს. რომ დაასრულებენ რუსებს, მე მოტრიალდებიან და შეიძლება ზელენსკი ჩამოკვიდონ ფეხებიც. ვიღაცები იქნებიან ის სამყარო, მე ხა მაგას არ აჩვენე. ანუ რაღაც გააზრების პრობლემა დღის წესრიგში რჩება? ეგარი რომ ანუ ჩვენ არ გესმის რომ ომში ვართ. ხო, მაგრამ თემურ წახან ხომ თქვი რომ ევროპის დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, ანუ იქ ფაქტორი მუშაობდა რუსეთი არ გვინდა და ამიტომ ეს ჩაიკეტა ეს პრობლემები რაც ხო, ოღონდ მაშინ, როდესაც ეს ფაქტორი მუშაობდა აქციაზე ხალხი მინახია, მათ ევროპის დღეს ბათუმში მოველერაც აქციაზე აღსოს, ამდენი წელი აქციაზე დავდარბია და ეგ მაგ სეგმენტის ხალხი არ მინახია არა. იმიტომ რომ იმ ხალხს ევროპა უნდა და აქეთ მხარეს ვინც ევროპას უნდა განმასახიერებდეთ ჩვენში ვერ დაინახავთ ჩვენ მართლა ევროპა ვართ ანუ
ჩვენში დაინახა რომ რაღაცა ყველა საკუთარი ეგოები გვაქვს და ყველა რაღაცას კამები გვინდა და იფიქრა და რა თქმა ანუ სანამ ვიღაც არ გამოჩნდება ვინ საკუთარი ეგოს გამო კი არა მართლა ეგოს გამო ზონობს მაგრამ ეს ადამიანი ზის სახში თუ გამოჩნდება ისეთი ვის დაამტკიცებს ეგოს კი არა აი მართლა რაღაცა ვისების მოსაცილებლად ზონობს მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ხალხი პროტესტის სულ გამოდის ოღონდ ამ ხალხს უნდა ომი რომელიც ომშიც ნათლად დაინახავს რომ ეს ხალხი ეუბნება ანუ ის კი არა რომ ამდენჯერ ხსმენია თქვენს და მე რაღაცა შეიძლება დავიშალოთ მოსკდა შეიძლება და ეხაც გვიწერენ კომენტარებში რომ აქციებს აზრი არა აქვს ოცნება არ წავაო ეგრე უყურებს ოცნება აქციები ვარდა მას მეცალა რომ აქციაზე რომ უნდა იდგე ეს არის რაღაცა მინიმალური რაღაცა რომ თუ აქციაზე არ გახარ ანუ ესე იგი არა პროტესტები ესე იგი შეეგუება როგორც კი ჩვენ აქ მდგომი ხალხი შევეგუებით ის თქვენ კომენტარებში გადაგიწეს პოლიცია მაგათთან მივა და მაგათ დაუწყებს დაჭერას იმიტომ რომ ასე თეთრი ფერია ასე შემდეგ ეს სასაცილოა მაგათის თეთრი ფერის გამო დაჭერენ გამიჯერებო ბევრად მისულების გამო დაუჭერიათ შემდეგ კიდე ბევრად მისულების გამო რა ვიცი ჩემი პარტიის ერთი წევრი ტროტუარზე დგომის გამო დააკავეს ფაქტიში 20 წელს მეგონი და მეორეს კიდე რაღაცა დინამიკი ეჭირა და მუსიკას და ამის გამო დააკავეს სასაცილო ფიგურა ფაქტია ესე იყო მარტო ესე მე კიდე კი რაღაც ეს გრიბოედოვის ქუჩაზე მუსიკის ჩართვის ამბავი რა დინამიკი ეჭირა და მუსიკა ქონა ჩარდულა მოდა დააკავა ხო სასაცილო დაჭირა მაგხავს იმიტომ არ მიდიან ჯერ მაგათთან დასაჭერად პოლიცია რომ ჯერ ჩვენ ვარ ზღუდე მაგათსა და რუსულ ომონს შორის როგორც კი ჩვენი ზღუდე მოიშლება და მე პარტიაზე იმუშავებს რუსული ომი დიქტატურა ასე მუშაობს დიქტატურას ყოველთვის ჭირდება ყოველთვის ვიღაცა უნდა იყოს იმიტომ ამ წრის გარშემო გაერთიანო შენ მომხრეები ხო და ეს წერი ხან მიშა იყო ხან რაღაცა ნაცები იყვნენ ხან ის იყო ხან ის და ახლა ხუცებისთვის წერი არის დასავლეთი რომ გათხოვება მოთხოვა თურმე კალაძისთან დინარაძის და მოემედე და კალაძისთან დინარაძის გათხოვება როგორ შეიძლება როგორც კი ეს იმპერია აღარ იქნება მაგრამ გადავამოწმობილი ლექსიები ებრაელი წერის რომ რაღაცა ჩემს მეზობლებს მუსლიმებს რომ მიადგენო კათოლიკებს რომ მიადგენო ყველას ეცნობოდა და ბოლოს მე რომ მომადგენო მოუწევდა ვინმე აღარ იყო ჩემს გარშემო ეგ დაემართება მათ ხალხს ვისაც გონია თქვენ აქტიურები ვართ არა ჩვენ ვართ ზღუდე დიქტატურასა და რაღაცა რიგით მოქალაქეებს შორის თუ ჩვენ გადავთელეს ხვალ გადაულიან ყველას გადაულიან და მე მინახავს ეს ბოლო პერიოდში ჩემს გარშემო ვინც კი დაზიანებულა ქართული ეცნობის მომხრეები დაზიანდნენ მათ შორის ჩემი მეგვარე იოსებ გულგაძე ქართული ეცნობის მომხრე ადამიანი ციხეში ჩემი მოკლეს და ხო არ ჯეროდა მე უხსნიდი ამას ჩემს ფოჩი ხალხო არ შეიძლება ეგრე ოცნება ეგ არ არის რაღაცა უხარისხო მშენებლობას წინო გაიგli ხო რომ ჩამოვალება ის ყვა ნაც დავეცე და ხოც არ დავეცე არ არის ყველას ეცემა თუ ამას ვერ ხვდები რომ თავზე დაგეცემა ცუდი მთავრობის დროს ხო სამწუხარო არა ვერ ხვდები არასოდეს არ უნდა გქონდეს ისინი რომ უმრავლესობა მათ გაცნობიერებული იქნება და ჩვენ გავხდებით ნორვეგია ან რაღაცა არა უბრალოდ აქტიური ინიციატივა ვინც არსებობს, ვისაც ესმის რომ საერთოდ ინიციატივა და ის ხალხი ბევრად მოდომებული, ბევრად ერთიანი, შეკვეული და ეს განხშირად რომ იმას არ აქვს მაგალითად არა, რუსული კანონსაკციები ყავით ეგეთები უნდა იყოს და რავი, ოცნებას მართლა როცა მოვინდომებთ მაშინ დავამარცხებ, ამაში ხარჭმული ვარ, იმიტომ რომ ერთადერთი ბოლო სტრატეგიული პარტნიორი ყავდა ჩინეთი და ბოლოს ჩინეთმაც ფეხზე დაიკიდა. აღარავინ გამარჯვების ხმელიც კი აღარავინ არ დაჭარა ცივილურ სამყაროში არა ცივილურიც კი ჩინეთმაც კი არ მოიწია ანუ ესენი არიან ჰაერში გამოკიდებული ფოთოლები რომ ჩვენ რაღაც ძალა უნდა მოვიკიდოთ და ფოთოლს ცოტა შევაჯანჭრა ეჭიდო მე ფაქტია დავამარცხებ თუ ვინდოებს და გამოვალთ და საბოლოო ჯამში იმიტოპია გამოვალთ რომ ვიციკურდა დაჭრა და გამოვალთ და მოსულადაც გამოვზიდავთ სამთავრობო შენობებიდან და მე ჩავატარებ თარშინებს და რა ვიცი ვიღაცა თუ არ მოწონს ჩემი თავი არ მომწონს მას და მიცე ვინც მიწევს იმას საერთოდ არ მაქვს პრეტენზია აი რუსეთი რო არ ვიყოთ საერთოდ შემოვიდი პოლიტიკაში დიდას წავარ იქნებს იმდენი სხვას მილიონის საკითხებაში მიზია საინტერესოა ვიდრე ეს არის მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად იმიტომ რომ მე ჩემი შვილების მომავალი უნდა ნორმალურ ქვეყანაში გაიზარდოთ მე არ ვიყავ ხოცებამდე პოლიტიკაში საერთოდ მithumetes სანამ არ დაუწყვილოს ეს მანამდე
ანუ ჩემი შვილი რო რაღაცა გაიზრდება, მე ხომ მკითხავ რომ ეს ქვეყანა რუსეთს რომ მიდოდა რა ხდებოდი, გამოსულობდი რაღაცა რომ მაინც უპასუხო. მაგითო არ იძულებული ამ პოლიტიკაში მიყვება. აი რა ისე მეზრება ის. მადლობა. ახლა რო მაგინებს ავარავდნენ მაგინებს. ხო ზუსტად მიეცი, მაგრამ რა უფრო სხვა შანსი არ არის. მადლობა, თემურ გორგაძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში, ის არის გირჩი მეტი თავისუფლებას წარმომადგენელი ბათუმში. როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია გრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოსთან. აქ შეკრებილები ისევ აშღერებენ თავიანთ მოთხოვნებს, რომ უნდა ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ამ აქციების პროტესტის პარალელურად ოცნების ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. მე შეგახსენებთ ასევე, რომ ცოტა ხნის წინ დააყადაღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები და ასევე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს რაღაც ნივთების შეძენაზე, საუბარია რამდენიმე რესპირატორზე, პირბადეებსა და აერწინაღებზე და შეგახსენებთ ასევე, რომ აქციების მსვლელობის დროს, მწვავე აქციების დროს, როცა აკავებდნენ, პერიოდულად იყო დარბევები, გაზს უშვებდნენ, ასევე რამდენიმე გაურკვეველ ნივთიერებაზე იყო საუბარი, რის გამოც მოქალაქეები მოიწამნენ და მათ შორის რამდენიმეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ამაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც საუბრობდნენ და ითხოვდნენ დაზუსტებულ ინფორმაციას იმისთვის, რომ მკურნალობა მათი ყოფილიყო უფრო ეფექტური. ასეთ ვითარებაში ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ შეიძინა თავისი ორგანიზაციის წევრების დასაცავად, რომლებიც დადიოდნენ აქციაზე, ბევრი მათგანი როგორც დამკვირვებელი, ბევრი როგორც მონაწილე. მათი ორგანიზაციის წევრების დასაცავად ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ შეიძინა ეს თავის დასაცავის საშუალებები, შეიძლება ასე ითქვას, როგორც არის საირწინაღი აქციაზე თავის დასაცავად. იცით ასევე რა ხდებოდა აქციებზე, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, მაგალითად გურამ როგავას როგორ დაესხნენ თავს და მას სერიოზული სამედიცინო ჩარევა დასჭირდა იმისთვის, რომ ჯანმრთელობა აღედგინა. ყველამ ნახა ეს კადრები, როგორ დაესხა მას სპეცრაზმელი თავს და როგორ იძალა ჟურნალისტზე. ასევე ბევრი სხვა შემთხვევა იყო, როცა აქციის მონაწილეებზე, მაგალითად ერთ აქციულ აქციის მონაწილეზე ძალადობდა რამდენიმე სპეცრაზმელი. ბათუმელების ლაივში რომ გთხოვოთ, აი აქციაზე ხართ როგორც ვიცი, ხო? აი ბათუმელების ლაივში რომ გთხოვოთ, რომ გაგვიზიაროთ თქვენი პროტესტის შესახებ და ასევე მინდა გთხოვოთ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებამ, შეჩერებამ, რა საფრთხეები შეიძლება შეგვიქმნას ამაზეც რომ გითხრათ. მე ხარ ჩამოვედი თბილისიდან, თბილისში როცა ვარ ყოველდღე აქციაზე ვარ რუსთაველზე და ახლა სამი დღით წამოვედი აჭარაში და ამიტომ გადავწყვიტე რომ აუცილებლად ბათუმის საპროტესტო აქციასაც მიიღო ამ პროტესტში მონაწილეობა, იმიტომ რომ ვთვლი რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პროტესტი ისმოდეს ყველგან. იმიტომ რომ საქართველო არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე რა. არჩევნების გაყალბებისგან მოყოლებული და განსაკუთრებით 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, რაც ყობახეთზე გააკეთა, რომელიც არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის. რაც ასე ყველაზე ძალიან მაჭირხებს, აუცილებლად უნდა ვუწყებად, ეს არის ზიას, ნინოს, ანდროს, სონისეს და სხვა არაჩვეულებრივი ჩვენი მოქალაქეების ხობაში ყოფნა.
იმდენად მოწმობს, რომ აი ყოველთვის როდესაც აი მგონია რომ მეტი აღარ შემიძლია ამ პროტესტში ყოფნა, რომ ახსენდებიან და სულ მახსოვს ხუთი მათგანი. ხოლმე იმ ძალას, რასაც მოყავარ აქციაში. არა, მე კი არ ვამბობ. მგონია რომ დამიშვა რომ ჩვენ ხო ისმის. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, ამაზე მგონი რომ ბევრი ითქვა და საქართველოს ოჯახი არ არის, რომელსაც aqავს ერთი ემიგრანტი ნათესავი მაინც. ოჯახის წევრი არა, ნათესავი მაინც და რავი, იმედია ყველა იაზრებს ის რამხელა საფრთხის მოსწავლეებია და ჯანმრთელობის განათლების ინტელექტუალურობა რაც მოგზაურობის იქნება, დიდოლი საქართველოს მოქალაქეების ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შემინარჩუნოს და ყველა მოსთხოვოს პასუხი, რომ შეასრულონ ის პირობები, რასაც ევროკავშირი ითხოვს მათგან. აი, მინდა გკითხოთ, დიდი ხანია, რაც აი თქვენ მითხარით, რომ ბათუმში ჩამოხვედით და დრო არ დაკარგეთ, აქაც შემოუერთდით აქციებს. დიდი ხანია გამოდიან მოქალაქეები საქართველოს ყველა ქალაქში, შეიძლება ასე ითქვას, 277 დღეა დღეს და მთელი ამ აქციების პერიოდში უამრავი რამ გაიარეს ამ ადამიანებმა, იყო დაკავებები, დაჯარიმებები და ასე შემდეგ. მე თვითონ ვარ ორჯერ დაჯარიმებული და ასევე ჩემი შვილი არის დაჯარიმებული, რომელიც არის პირველი. სამი ჯარიმა გვაქვს გასაჩივრებული ოჯახში. კი ბატონო და 5000 ლარი ეს მინდა რომ კარგად გაიაზრო მოქალაქეება რას ნიშნავს 5000 ლარი იმიტომ რომ საქართველოში რა არის სასწავლო ხელფასი თვითონ აი ადამიანებს აი ქართულოს იმის ამომრჩევებს რამდენი ხელფასი 5000 ლარით რომ მაჯარიმებს ადამიანი ქუჩაში გონისთვის და გაპროტესტებს ის სუდობელი პროტესტის აი 5000 ლარი ერთად ნახავთ ხელში ჭერია საბანკო ანგარიში ერთად ქონია 5000 ლარი და მე რო 15000 ლარის გადახდას მქონე აი როგორ წარმოვიდგენთ როგორ უნდა გადავიხადოთ 15000 ლარი ანუ რისთვის მწირია რო ციხეში ჩავჭდე მაგისტრალში და მე ამას ვთვლიან რომ აი ქართულებს ვცავთ ვთვლიან რომ ანტიდოტი ზიანი და სხვა სანდრო და სხვა ბიჭები ზიან ციხეში იმსახურებენ და მე ვიმსახურებ 15000 ლარის თუ ვერ გადავიხდე ციხეში წავიდე აი მაინტერესებს თქვენი აზრით კიდევ რა შეიძლება საზოგადოებამ გააკეთოს იმისთვის რომ დაანახოს ხელისუფლებას რომ არ გამოვა ის რა გზითაც მიდის აი მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანი იყო თუნდაც ევროპის დღეებზე ახლა გაიხსენა ჩვენმა ერთმა რესპონდენტმა რომ დანიშნულების ადგილას ვერც კი მივაღწიეო იმდენი ადამიანი იყო ეს ადამიანები ხომ არსად წასულან ამ ქვეყანაში არიან რომელსაც პროტესტი დაფიქსირებულია ადამიანი არის გაბრაზებული ახლა ვიდრე ეს იყო მანამდე 28 თუმცა მე ისიც რა მე საკუთარ თავთან მაქვს ესეთი პირობა დაედებული რომ არავის არ მოუწოდო რომ გამოვიდეს პროტესტი მე მგონია რომ ეს ადამიანი შინაგანი ხმა უნდა კარნახობდეს შეუძლია მე უბრალოდ არ შემიძლია სახში ყოფნა იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ადგილი სადაც შემიძლია რომ დავაფიქსირო ესე ხმამაღლა ჩემი უკმაყოფილება და ჩემი პროტესტი და ჩემი ძალიან დიდი ბრაზი ამ მოსამართლობის მიმართ რაც ხდება და სხვანაირად არ შემიძლია და თვითონ ადამიანმა თვითონ უნდა მოიფიქროს რა არის ის ფორმა როგორ გამოხატავს ამას ერთადერთი ვისურვებდი თუ სურვილის დონეზე შემიძლია ვთქვა რომ ვისურვებდი რომ არ დანობდნენ და გამოხატონ რაღაცა გამოძებნონ ისეთი ფორმა რითიც შეიძლება რომ ამ უკმაყოფილებას რომ გამოხატონ იმიტომ რომ ფაქტია რომ მხოლოდ ესე გულში ჩათვლილი უკმაყოფილებით არაფერი არ სახელი და გვარი რომ გითხრათ ნატალი ჭღამაძე ნატალი ჭღამაძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში მადლობა როგორც ხედავთ საპროტესტო აქცია გრძელდება აქ რჩებიან აქტივისტები საკონსტიტუციო სასამართლოსთან მე ამით დაგემშვიდობებით როგორ ვითარდება ქვეყანაში მოვლენები წაიკითხეთ ბათუმელები ჯიზე და ნეტგაზეთი ჯიზე მადლობა რომ გვიყურეთ